წარმოიდგინეთ კოსმიური ობიექტი, რომელიც იმდენად მძლავრ მიზიდულობას ქმნის, რომ ვერც ერთი ნივთიერება თუ სინათლეს კი მისგან ვერ აღწევს. ასეთ ობიექტს შავი ხვრელი ეწოდება. შავი ხვრელი არ ღვევს ჩვენს წარმოდგენებს სამყაროზე. ეს ობიექტები იმდენად ამროდებენ სივრცე დროს, რომ სინათლის სხივებიც კი იხრება მათ სიახლოვეს. და ვარსკვლავის გამოსახულებას სხვა ადგილას, ზოგჯერ ორ ან მეტ ადგილას ვხედავთ. ამ მოვლენას გრავიტაციული ლინზირება ეწოდება. ასე გამოიყურება გრავიტაციული ლინზირება სურათზე. მარცხნივ ჩანს შორეული ვარსკვლავი, რომელიც სინათლეს ასხივებს. შუაში მდებარეობს ობიექტი, რომელიც ლინზის როლს ასრულებს. ეს შეიძლება იყოს გალაქტიკა, ბნელი მატერია ან შავი ხვრელი. მარჯვნივ კი ჩანს დამკვირვებელი. როგორც ხედავთ, სინათლე გადაიხრება და დედამიწიდან ან დედამიწის ახლოს მყოფი დამკვირვებლიდან ისე ჩანს, თითქოს ვარსკვლავი იყოს სხვა ადგილას. ზოგჯერ კი შეიძლება ორ ან მეტ ადგილას ერთდროულად გამოჩნდეს. მიუხედავად იმისა, რომ შავი ხვრელები ათწლეულობის განმავლობაში მხოლოდ თეორიაში არსებობდნენ, თანამედროვე მეცნიერულმა მიღწევებმა, გრავიტაციულმა ტალღებმა და პირდაპირმა ფოტომ დაადასტურა შავი ხვრელები რეალურად არსებობენ. ვიწყებთ ვიდეოს შავი ხვრელის საოცარი ისტორიით, მის შესახებ იდეის დაბადებიდან პირველ ფოტომდე. მოდით დროში უკან გადავინაცვლოთ. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, როცა შავი ხვრელების იდეა პირველად გაჩნდა. იდეის ავტორია ინგლისელი მეცნიერი და მოდელი ჯონ მიჩელი. მიჩელი ასტრონომიით, გეოლოგიით და ნატურალური ფილოსოფიით იყო გატაცებული. მისი შთაგონების წყაროს წარმოადგენდა სერ ისააკ ნიუტონის გრავიტაციის თეორია. წარმოვიდგინოთ ესეთი გონებრივი ექსპერიმენტი. წარმოიდგინეთ, მაღალ მთაზე თუ კი ავალთ და მაღალი მთიდან გავისვრით რაიმე სხეულს. თქვა ძარბაზნით გავისვრით ჭურვს, ხო? თუ გასროლის სიჩქარე არც ისე დიდია, მაშინ ეს ჭურვი დაეცემა გასროლის წერტილიდან შორი ახლოს, თქვა 10 წერტილში. თუ გასროლის სიჩქარეს გავსდით, მაშინ სხეული უკვე უფრო მოშორებით, ანუ B წერტილში დაეცემა. თუ კიდევ უფრო გავსდით, გასროლის წერტილიდან უფრო შორს დაეცემა ესეთი ჭურვი. და ნიუტონმა იმსჯელა და გამოიტანა დასკვნა, რომ უნდა არსებობდეს ისეთი სიჩქარე, რომლითაც გასროლის სხეული უკვე დედამიწაზე საერთოდ აღარ დაეცემა. ის დედამიწის მიზიდულობის გამო ეს სხეული ვარდება დედამიწაზე, მაგრამ სადაც მიდის, ხედავთ, იქ დედამიწა მას არ ხვდება. ხომ? და გამოდის, რომ ის შემოუვლის დედამიწას და გააგრძელებს ესე მოძრაობას და გადაიქცევა დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრად. ესე იგი, სიჩქარეს, რომლითაც გასრული სხეული დედამიწას აღარ უბრუნდება, არამედ გადაიქცევა მის ხელოვნურ თანამგზავრად, პირველი კოსმოსური სიჩქარე ეწოდება. დედამიწისთვის ეს სიჩქარე 7.9 კილომეტრი წამია. თუ სხეულის გასროლის სიჩქარეს გავზრდით 11.2 კილომეტრ წამამდე, ის დედამიწას საერთოდ დატოვებს და გადაიქცევა ხელოვნურ პლანეტად. ანუ გაექცევა მზის მიზიდულობას. სიჩქარის ამ კრიტიკულ მნიშვნელობას მეორე კოსმოსური სიჩქარე, ან სხვანაირად გაქცევის სიჩქარე ეწოდება და დედამიწისთვის, როგორც თქვით, ის დაახლოებით 11.2 კილომეტრი წამია. ნიუტონის აზრით, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ანუ გრავიტაციული მიზიდულობის ძალა, აკავებს ციურ სხეულებს ორბიტაზე. აქ ნაჩვენებია ანიმაცია, სადაც მზის მიზიდულობის გამო დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო. რაც უფრო დიდია სხეულის მასა, მით უფრო მეტი იქნება მისი გრავიტაციული მიზიდულობა და შესაბამისად უფრო დიდი იქნება მისი გაქცევის სიჩქარე. მოდით აქ დავუმატოთ ახლა მთვარის მოძრაობა, ასევე მთვარე ბრუნავს დედამიწის გარშემო და ორივე ერთად ბრუნავენ მზის გარშემო. მოდით ახლა განვიხილოთ აი დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვა. შეხედეთ. წრიულ ორბიტაზე ბრუნავს მთვარე დედამიწის გარშემო. როგორც ხედავთ აქ.
ეხლა სატელიტის მოძრაობა, ხელოვნური თანამგზავრის მოძრაობა, კვლავ დედამიწის გარშემო არის ნაჩვენები. მოდით დავუბრუნდეთ ისევ მზის გარშემო მოძრაობას დედამიწის და მთვარის. თუ გავზრდით ეხლა მზის მასას, აი გავაორმაგეთ მზის მასა, მაშინ დედამიწის და მთვარის სიჩქარეები ორივესი გაიზრდება და ხედავთ მთვარე დაეცა უკვე მზეს და დედამიწამ გააგრძელა მზის გარშემო მოძრაობა ელიფსის ფორმის ტრაექტორიაზე. როდესაც ეხლა დედამიწა უახლოვდება მზეს, მისი სიჩქარე მატულობს, როცა შორდება, მისი სიჩქარე კლებულობს. და თუ კი ეხლა კვლავ შევამცირებთ ჩვენ მზის მასას, შეხედეთ ჩვეულ მასას თუ გავუხდით, მზეს უკვე მას საკმარისი სიჩქარე ექნება, დედამიწას ექნება საკმარისი სიჩქარე, რომ დააძლიოს მზის მიზიდულობა, გაექცეს მზეს და ასე ვთქვათ, გაემგზავროს ვარსკვლავთშორის სივრცეში. მოდით გამოვთვალოთ მზიდან გაქცევის სიჩქარე. სხეულმა მზის მიზიდულობა რომ დაძლიოს, მას საკმაოდ დიდი კინეტიკური ენერგია უნდა მევანიჭოთ. ჯონ მიჩელმა ივარაუდა, რა მოხდება თუ ვარსკვლავი იმდენად მასიურია და კომპაქტური, რომ მისგან გაქცევის სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე მეტი არ მოხდება. მაშინ ასეთ ვარსკვლავს სინათლეც კი ვერ გაიქცევა. ასე დაიბადა იდეა ბნელი ვარსკვლავის შესახებ, რომელიც ფაქტობრივად შავი ხვრელის წინამორბედი ცნება. მოდით დავუბრუნდეთ 1793 წელს. ჯონ მიჩელი წერდა, თუ ვარსკვლავი იქნებოდა დაახლოებით 500 ჯერ დიდი რადიუსის ვიდრე მზე, მაგრამ იმავე სიმკვრივის, მაშინ მისგან სინათლეც კი ვერ გაიქცეოდა. იმიტომ რომ ასეთი ვარსკვლავისგან გაქცევის სიჩქარე 500 ჯერ მეტი იქნებოდა, ვიდრე მზისგან გაქცევის სიჩქარე. ეს კონცეფცია ეფუძნებოდა იმავე გათვლებს, რაც ჩვენ უკვე განვიხილეთ კოსმოსურ სიჩქარეებზე. შეგიძლიათ შეამოწმოთ მიჩელის გამოთვლები, რომლებიც საკმაოდ ზუსტია. ჯონ მიჩელი ამბობდა, ჩვენ ასეთ ობიექტს პირდაპირ ვერ ვნახავთ, მაგრამ მისი არსებობა შეიძლება დავუსვენოთ ახლო მდებარე ხილულ ვარსკვლავებზე მისი ზემოქმედებით. იმ დროს ტერმინი შავი ხვრელი არ არსებობდა და მიჩელის იდეას უბრალოდ ბნელი ვარსკვლავი უწოდეს. საინტერესოა, რომ დაახლოებით იმავე წლებში ფრანგმა მათემატიკოსმა პიერ სიმონ ლაპლასმა თითქმის იგივე იდეა წარმოთქვა თავის წიგნში, თუმცა მოგვიანებით მასზე უარი თქვა. ამ იდეებმა თავდაპირველად ნამდვილად დააინტერესა მეცნიერთა საზოგადოება, მაგრამ მალევე ინტერესი ჩაცხადა. იმიტომ რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში დადგინდა, რომ სინათლე ტალღა იყო და არა ნაწილაკი. იმ დროს მეცნიერები ფიქრობდნენ, თუ სინათლე ტალღაა და არა ნივთიერება, მაშინ გრავიტაცია ვერ იმოქმედებს მასზე. ამიტომ ბნელი ვარსკვლავი უბრალოდ დაივიწყეს. ეს იყო წინასწარი ჰიპოთეზა, რომელსაც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკმარისი თეორიული თუ ექსპერიმენტული საფუძველი.